გამარჯობა. ტრადიციისამებრ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს, ვისაც მოსწონს ისინი, ვინც გამოიწერა ჩემი არხი და მიკომენტარებს. დღევანდელი ვიდეოს ჩაწერა გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა, რაც ლიბიაში მოხდა. ალბათ ბევრ თქვენგანს ამის შესახებ არაფერი გაუგია. მე ვიდეო, რომელიც მიწისძვრებს შეეხება და პირველი ნაწილის გაგრძელება უნდა ყოფილიყო, თითქმის დამთავრებული მქონდა და მას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ, მაგრამ ის, რაც ლიბიაში მოხდა, არის ძალიან საინტერესოც და ძალიან ტრაგიკულიც. ქართული სიტყვა ღვარცოფი ძალიან კარგად გამოხატავს იმ მოვლენას, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლის შეწირვა შეუძლია. ღვარცოფი წარმოადგენს მაღალი წერტილიდან დაშვებულ წყალს, რომელსაც აქვს დიდი კინეტიკური ენერგია. ამ წყალს თან მოაქვს ყველაფერი, რაც გზაზე ხვდება. მიწა, ხრეში, ხეები, ქვები, კლდეების ნამსხვრევები. დანგრეული კონსტრუქციის ფრაგმენტები და ყველაფერი ეს ვიწრო მთის ხეობებით თავს ესხმის დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც ამ მდინარეების ნაპირებზე ან მათ ქვემოთაა განლაგებული. წყალდიდობები. სულ ახლახანს ლიბიაში მომხდარმა წყალდიდობამ თითქოს გადაფარა მაროკოში მომხდარი მიწისძვრა, რომელსაც 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ჩვეულებრივი წყალდიდობების დროს, რომლებიც მაგალითად ხშირია იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, წყალი ნელ-ნელა იწევს ზემოთ და ადამიანს საშუალება აქვს განერიდოს მას. ღვარცოფი კი მთებიდან უეცრად მოვარდნილი სტიქიაა, რომლისგანაც თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. ღვარცოფის სიჩქარე ხშირად 100-120 კილომეტრია საათში და დამოკიდებულია ვარდნის წერტილის სიმაღლეზე. რაც უფრო მაღლიდან მოდის ნაკადი და რაც უფრო ვიწრო ხეობაში მოედინება, მით უფრო სწრაფია იგი და მით უფრო მეტ ნგრევას იწვევს დაბლობზე. შტორმი, რომელსაც ბერძენმა მეტეოროლოგებმა დენიელი დაარქვეს, ხმელთაშუა ზღვაში 6 სექტემბერს საბერძნეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე ჩამოყალიბდა. ცხელი ჰაერის მასებს თურქეთის სანაპიროდან წამოსული ცივი ჰაერის მასები შეეჯახენ. დენიელი თანდათან იკრებდა ძალას და მალე მასში უკვე კოლოსალური რაოდენობის წყლის ორთქლი ცირკულირებდა. 7 სექტემბერს დენიელმა დარტყმა მიაყენა სტამბულს და ცენტრალურ საბერძნეთს. მაგალითად, თესალიაში 1 საათში წვიმის წლიური ნორმა დაფიქსირდა, ანუ 300 მილიმეტრი. ეს არის 1 კვადრატულ მეტრზე 30 სანტიმეტრის წყალი რო დავასხათ. ზოგიერთ ადგილებში 700 მილიმეტრიც მოვიდა. ეს 10 კვადრატულ მეტრზე 7 ტონა წყალს ნიშნავს. წარმოუდგენელი რაოდენობის წყალია. შემდეგ იგი გადაწყვიტა ბულგარეთს და მაკედონიას და აქ ყურადღებით. მეტეოროლოგები ელოდებოდნენ, რომ ტრადიციულად ეს შტორმი შავი ზღვის გავლით კავკასიისკენ და კერძოდ საქართველოსკენ უნდა წამოსულიყო. მაგრამ ბედად და მეცნიერთა ვარაუდის საპირისპიროდ ეს ციკლონი უცნაურად მოიქცა. მან უეცრად შეიცვალა მიმართულება და საბერძნეთიდან იტალიისკენ გაეშურა. რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შემოუარა კუნძულ კრეტას და ლიბიისკენ დაეშვა. მაგრამ აქაც იგი უცნაურად იქცევა და იმის მაგივრად, რომ ლიბიის სანაპიროს ჩრდილოეთიდან დაესხას თავს, კიდევ ერთხელ იცვლის მიმართულებას, რკალისებურად იწყებს მოძრაობას და 10 სექტემბერს ლიბიას დასავლეთიდან უტევს. აქ იგი ეგრეთ წოდებული მწვანე მთების მასივს ეჯახება. მასივი არც ისე მაღალია, მისი საშუალო სიმაღლე 500-600 მეტრია. მაგრამ ეს სიმაღლე საკმარისია იმისთვის, რომ თბილი შტორმი უცებ გაცივდეს, რაც იწვევს მის ღრუბლებში არსებული წყლის კონდენსირებას და იწყება თავსხმა წვიმა. აქ მოკლე გადახვევას გავაკეთებ. ვისაც შავი ზღვის სანაპიროზე აჭარაში დაგისვენიათ, ალბათ ყველას გაგიგიათ მთა მტირალა. მტირალას ძირში მდებარეობს დაბა ჩაქვი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული დასასვენებელი ადგილია. ზღვიდან მონაბერი ნოტიო ჰაერი ეჯახება არც თუ ისე მაღალ მტირალას მთას, აქ ხდება მისი გაცივება, ანუ ამ ნოტიო ჰაერში არსებული წყალი
და ორთქლი გადაიქცევა წვიმად და ამიტომ მტირალაზე ძალიან ხშირად წვიმს. სხვათა შორის ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის აი ამ გიგანტურ ტერიტორიაზე ჩაქვი ითვლებოდა ყველაზე სრულ წერტილად. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას. ლიბიის მწვანე მთებზე ნალექის წლიური ნორმა 15-20 მმ-ია. დენიელმა კი მთებზე 400-500 მმ გაიმეტა 2-3 საათში. ანუ ფაქტიურად დროის ამ მონაკვეთში 15-20 წლის ნალექი მოვიდა. მეცნიერთა გათვლებით 2 საათში ციდან მწვანე მთებზე 200 მილიონი კუბური მეტრი წყალი ჩამოიქცა. წყლის ამ გიგანტურ მასას გვალვებისგან ბეტონივით გამაგრებული ნიადაგი დახვდა, რომელმაც მისი შეწოვა ვერ შეძლო და მთელი ეს წყალი მდინარე ვადი დარანის ვიწრო ხეობაში ჩაიღვარა და ქალაქ დერნასკენ დაიძრა. წყლის კოლოსალურ მასას და დაწოლას ვერ გაუძლეს დამბებმა, რომლებიც მდინარეზე იყო აგებული. მათში დაგროვებულმა წყალმა გაარღვია ეს კაშხლები და წყლის კედელი 80-90 კილომეტრის სიჩქარით მიუახლოვდა ქალაქ დერნას. რამდენიმე წუთში 90,000-იანი ქალაქი ღორღის და ტალახის ფენით დაიფარა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 20,000-მდე ადამიანი. მათი ნაწილი ღვარცოფმა ზღვაში ჩაიტანა. დერნას ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ადამიანურ დაუდევრობას ათასობით ადამიანის სიკვდილი შეუძლია გამოიწვიოს. 10 წლეულების განმავლობაში ლიბიაში გვალვები იყო და კაშხლებს, რომლებიც დერნას დასაცავად აიგო 70-იან წლებში, აღარავინ აქცევდა ყურადღებას. ეს დამცავი ნაგებობები, რომ სათანადოდ ყოფილიყო მოვლილი, ეს დროს მიცემდა ქალაქის მოსახლეობას გასახიზნად. კაშხლებმა კი პირიქით დააგროვეს და შემდეგ ერთბაშად გაუშვეს წყალი. ამან კიდევ უფრო გაზარდა ღვარცოფის ენერგია. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ ტალახის ქვეშ დამარხული გვამების ხრწნის შედეგად მოსალოდნელია ინფექციური დაავადებების აფეთქება. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ღვარცოფმა იარაღის საწყობები გაანადგურა და უამრავი ნაღმი ჩაიმარხა მიწაში. გლობალური დათბობის შესახებ პატარა ბავშვებმაც კი იციან. თუ რით არის ეს დათბობა გამოწვეული და რამხელაა მასში ადამიანის წვლილი, ამაზე ცალკე ვიდეოს გაკეთება შეიძლება. ახლა კი მის მხოლოდ ერთ შედეგზე ვისაუბროთ. რა მოსდევს გლობალურ დათბობას? ყველას გონია, რომ ეს სიცხე და გვალვაა მხოლოდ. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ დედამიწა დახშული სისტემაა. აი დაახლოებით ისეთი, როგორც თავდახურული აკვარიუმი ან აკვატერარიუმი. თუ სადღაც წყალია ორთქლდა, იგი აუცილებლად სხვა ადგილას მოვა წვიმად. ხმელთაშუა ზღვა წელს 2 გრადუსით მეტად გათბა ვიდრე ნორმაა. ანუ მილიონობით კუბომეტრი წყალი აორთქლდა. ეს წყალი ხომ სადღაც უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც შტორმის სახით ლიბიისკენ და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხშირად გაიგონებთ ჩვენი მოხუცებისგან, რომ ასეთი სეტყვა, წვიმა, ქარი, გვალვა საერთოდ არ გვინახიაო და ისინი მართლებიც არიან. საქართველოში რომ აშკარად შეიცვალა კლიმატი, ალბათ ყველა დამეთანხმებით. ამას სპეციალური დაკვირვება არ ჭირდება, არც იმას, რომ მაგალითად გაზაფხულს აღარ გავს და შემოდგომას. სამწუხაროდ მთიან რეგიონებში, ისეთში, როგორში ჩვენ ცხოვრობთ, ძალიან ბევრი საფრთხეა. მარტივ მაგალითს მოვიყვან. თუ რამდენად სახიფათოა ერთი შეხედვით უწყინარი მდინარე ვერე, რომელიც თბილისის შუაგულში გადის და მას თითქმის ვერც კი ვამჩნევთ. მაგრამ იგი უწყინარი არასდროს ყოფილა. უბრალოდ ადამიანის მეხსიერებაა მოკლე და დაუდევარი. მდინარე ვერე რო ძალიან სახიფათოა, შემდეგი მონაცემები მეტყველებს. 1924 წელს 13 ივნის წყალდიდობა და ღვარცოფი მდინარე ვერის კალაპოტში მსხვერპლით დავსრულდა. 1940 წელი სერიოზული ზარალი მიადგა ქალაქს და აქაც მსხვერპლი. 1960 წელი დაიტბორა ზოოპარკის და თანამედროვე გმირთა მოედნის ტერიტორია. 61 წელს დაიტბორა და განადგურდა ზოოპარკი. 72 წელს მოხდა კატასტროფული წყალდიდობა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. მდინარე ვერე ძალიან ადიდდა 1999 წლის 8 აგვისტოსაც
1915 წლის 14-15 ივნისის სტიქია კი ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი აღმოჩნდა ქალაქისთვის, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ამ დროს კი ვერესხეობა ბოლო წლებში მრავალსართულიანი ნაგებობებით გაივსო. ეს კი ვერაზე, ჟვანიეს ქუჩაზე აშენებული ახალი კორპუსია. გარდა იმისა, რომ ეს მეწყერსაშიში ზონაა, იგი მთის მდინარის ხეობის კალაპოტშია ჩაშენებული, რომელიც არავინ იცის, როდის გამოავლენს თავის მრისხანებუნებას. პირადად მე ასეთ სახლში ძალიან შემეშინდებოდა ცხოვრება. 2014 წელს აგვისტოში მყინვარწვერის მყინვარ დევდორაკიდან ჩამოწელულმა ღვარცოფმეწყერმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩახერგა რუსეთთან დამაკავშირებელი გზა და დააზიანა დარიელხესი. შოუის წლევანდელ კატასტროფულ ტრაგედიაზე იმდენი დაიწერა, რომ აქ ამაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტად მეჩვენება. ფაქტი ერთია, მთიანი რეგიონები ყოველთვის რთული გეოლოგიური მდგომარეობის გამო მუდმივი საფრთხის ქვეშაა. მთის მდინარეების კალაპოტებში მშენებლობები დანაშაულია. არავინ იცის, როდის, სად მოხდება მორიგი კატასტროფა. ადამიანთა მსხვერპლის თავიდან არიდება მხოლოდ რისკის შემცველი ადგილების ყოველწუთიერი მონიტორინგით და სამაშველო სამსახურების მუდმივი მზადყოფნით შეგვიძლია. საპანიკო არაფერია. თუ საერთაშორისო გამოცდილებას გავიზიარებთ, ადვილად გადავლახავთ ბუნების მრისხანე გამოვლინებებს. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. მე მშვიდობიან კვირას გისურვებთ, დაელოდეთ ახალ მასალებს მიწისძვრების შესახებ. მომავალ შეხვედრამდე.